ის რაც გამოვტოვეთ მთელი აი ამ დღეების განმავლობაში, ნაწილობრივ არის ის, რომ გემების მოძრაობა კვლავ შეჩერებულია ჰორმუზის სრუტეში, ის შეჩერდა გუშინ საღამოს 6 საათიდან, მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა სამხედრო საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა და ამის შესახებ Lloyd's Intelligence Unit-ი იუწყება. ბოლო დღეებში ჰორმუზის სრუტე ფაქტიურად გახსნილი იყო, ტანკერები შეზღუდულ რეჟიმში, მაგრამ მაინც გადაადგილდებოდნენ. შაბათს აქაოდა და რაიმე არ შეიცვალოს, გემების რაოდენობა მკვეთრად იმატა და მარტო შაბათ კვირას და პარასკევის საღამოს ჩათვლით 28 გემმა გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე. თუმცა საკვარისი იყო ტრამპს გამოეცხადებინა ბლოკადა და ეს ბლოკადა ამოქმედებული იყო გუშინ თბილისის დროით საღამოს 6 საათზე. კვლავ ყველაფერი გაჩერდა და ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი 2 ტანკერიც უკან გამობრუნდა, აქაოდა სიფრთხილეს თავი არ სთქივაო. დღეს ჰორმუზის ჩაკეტვის მიზეზი უკვე შეერთებული შტატების სამხედრო ბლოკადაა, რომელსაც მხარს მხოლოდ ისრაელი უჭერს. ხო და ელოდეთ ბენზინის ფასის უმაღლეს ნიშნულსო, როცა $4.5 გალონზე ფასი მოგენატრებათო, ესეთი დამცინავი ტექსტი გამოაცხო შედარებით ამერიკელებისადმი მიმართვის სახით ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც სხვადასხვა ისლამაბადში თავისი ქვეყნის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. სამშვიდობო მოლაპარაკებისას, რომელიც ჩავარდა და მხარეები პაკისტანში ისე შეხვდნენ და დაიშალდნენ, რომ მეც ვერაფერზე შეთანხმდნენ. ამასობაში უნგრეთში ოპოზიციამ გაიმარჯვა და უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი გეგმავს ქვეყნის სრული სვლით ევროპულ სტრუქტურებში დაბრუნებას.